პრემიერ-მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩარაბარცუმას პენზლა შეხვედრას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამ დრომდე EBRD საქართველოში დაფინანსებული აქვს 150-მდე პროექტი, რაც $1.5 ევროზე მეტი დაჯდა. დაფინანსების 91% კერძო სექტორზე მოდის. ევროპის განვითარების ბანკის დაფინანსება საბანკო და ფინანსურ სექტორებს მოიცავს. ესენია ენერგეტიკა, ჰიდროენერგეტიკა და საწარმოების მხარდაჭერა და აგრობიზნესსა და მრეწველობაში. საინტერესო ხედვები ვაჩვენე. მოუღები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მოვახდინეთ საერთოდ სახელმწიფოში და განსაკუთრებით ეკონომიკურ სექტორში, რაც ცვლილებები განვახორციელეთ, რაც ცვლილებები გეგმება, როგორ ვაპირებთ ეკონომიკის აღორძინებას, უფრო დაწვრილებით სტრატეგიულ გეგმას ეკონომიკის განვითარების ჩვენ მივაწვით რამდენიმე თვეში, რაც მას ძალიან აინტერესებს. საქართველოსთან ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. ამ პარტნიორობაში წლების განმავლობაში $2.6 მილიარდი ინვესტიციები ჩაიდო. ველი რომ წელს ინვესტიციები კიდევ $200 მილიონი გაიზრდება. ეს იმის ნიშანია, რომ დარწმუნებული ვართ საქართველოს მომავალში. პრემიერი გვესაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მას და მის მთავრობას შემდეგ წლებში ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი და ინვესტორი. დაახლოებით $2 მილიარდამდე აქვს ინვესტირებული საქართველოში, მათ შორის 91% პროექტების არის კერძო სექტორში განხორციელებული. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა.